და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღევანდელ რუბრიკაში ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვაპირებთ საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე 6 წელია სათამაშოების ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, სათამაშოების ხარისხი დღემდე დიდ გამოწვევად რჩება. 185 შემოწმებული სათამაშოდან 106 ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი აღმოჩნდა. და მეთანხმებით ალბათ, რომ შედეგი ნამდვილად საყურადღებოა, ასე რომ უფრო ცვლად და დეტალურად შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც როგორც მონიტორინგის შედეგებს გაგვაცნობს, ასევე გვესაუბრება იმაზე, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ შევარჩიოთ სათამაშო სწორად. ასე რომ წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს ნიკო ფილფანი, ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონო ნიკო და მადლობა რომ დილიდან ხართ ჩვენთან ერთად. გთხოვთ დაბრძანდეთ. მოდით დავიწყოთ საუბარი მონიტორინგის შედეგებიდან. მე ვახსენე რომ 6 წელია მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ასე ვთქვათ იყოს ხარისხი შენარჩუნებული, თუმცა დღემდე არის ეს პრობლემა. რა გვიჩვენა 2025 წლის მონიტორინგმა? კი ბატონო, მადლობა მოწვევისთვის და შეკითხვისთვის. რაც შეეხება მონიტორინგის შედეგებს, საკმაოდ საყურადღებო შედეგები არის. კერძოდ 2025 წლის განმავლობაში 185 დასახელების სათამაშო შევამოწმეთ, საიდანაც დაახლოებით 57%-მა ვერ დააკმაყოფილა რეგლამენტის მოთხოვნები. საფრთხე შემცვლად იქნა მიჩნეული და გატარდა შესაბამის ღონისძიებები. ამ 185-დან დაახლოებით 112 ადგილობრივ ბაზარზე შევამოწმეთ დანარჩენი საზღვარზე და ძირითადი პრობლემები ორი მიმართულებით გამოგვივლინდა და ერთი მიმართულება არის მექანიკური საფრთხეების მოთხოვნების დარღვევა. აქ იგულისხმება პატარა ნაწილებთან და სხვა მსგავს საფრთხეებთან დაკავშირებული მოთხოვნები. განსაკუთრებით საყურადღებო არის 3 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ სათამაშოების მიმართ ადგენილი მოთხოვნები, რამდენადაც ზოგადად ამ ტიპის ასაკის ბავშვები ყველაფერს პირში იდებენ, ყველაფერი პირში მიაქვს. შესაბამისად, როდესაც სათამაშო ტყდება და პატარა ნაწილები გამოიყოფა, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის უკვე კონკრეტულ საფრთხეებზე გვაქვს საუბარი და მეორე მიმართულება არის ქიმიური მიმართულება, რაც მუდმივად კონტროლდებოდა და კონტროლდება. განსაკუთრებული ყურადღება და შეუსაბამობები როგორც წინა წლებში, ისე ამ წელსაც 25 წლის განმავლობაში ტყლარწევთან მიმართებით ჰქონდა, სადაც ადგილობრივ ბაზარზე 24 შემოწმებული პროდუქტიდან 19 ვერ დააკმაყოფილა რეგლამენტის მოთხოვნები, თუმცა ამის გარდა პრობლემები ჰქონდა ლატექსის ბუშტებში, პრობლემები ჰქონდა საბავშვო კოსმეტიკაში. ეს სათამაშოები ამ შემთხვევაში შეიცავდა მთელ რიგ ქიმიურ ნივთიერებს, რომლებიც საკმაოდ ტოქსიკური არის და ბავშვების ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანება. და ამ მონიტორინგის შედეგების შემდეგ მოდით ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ამოიღეთ ხომ საერთოდ გაყიდვიდან, რა თქმა უნდა, ეს პროდუქცია აღარ იყიდება. კი ბატონო, თვითონ მექანიზმი როგორც არის მოწყობილი, როდესაც საფრთხის აღმოჩენა მოხდება სახელმწიფოში და ბაზარზე, ვალდებულება გვაქვს პირდაპირ, რომ განუხორციელოთ პროდუქტის ამოღება და გამოთხოვა. ეს ყველაფერი ეკონომიკურ ოპერატორს ევალდებულებას შესაბამისი დადგენილებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემდგომ კონტროლდება ჩვენი მხრიდან ამ დადგენილების შესრულება. კი ბატონო, აი თქვენ სათამაშოების ჩამონათვალი იყო საკმაოდ ვრცელი. ამიტომ აი ახლა ის მშობლები, რომლებიც ეკრანებთან შედან და გვიყურებენ და უჩნდებათ ლოგიკური კითხვა, როგორ შევარჩიო სათამაშო ისე რომ არ იყოს საფრთხის შემცველი. თუ შეიძლება აი ერთგვარი ინსტრუქცია რომ ვუთხრათ, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ეს სათამაშოები თუ მაინც მიუხედავად ზედამხედველობისა, მაინც აღმოჩნდა ბაზარზე. კი ბატონო, ამ მიმართულებით საყურადღებო არის, რომ რა თქმა უნდა, ზოგიერთ სათამაშოში ისეთი დაფარული საფრთხე არის, რასაც ეს თვალით და შეხედვით ვერ აღმოვაჩენთ. ამ მიმართულებით საჭირო არის, რომ ჩვენ მუდმივად ვაქვეყნებთ შემოწმების მონაცემებს, მუდმივად ვაქვეყნებთ ინფორმაციას საფრთხე-შემცველი პროდუქტების შესახებ. ერთი მხრივ ამ გამოქვეყნებულ მონაცემებს უნდა ვადევნოთ თვალი, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც შევალთ სათამაშოს ასარჩევოთ ბავშვისთვის, ესეთ შემთხვევაში ძალიან მარტივი პროცედურები არის, რომელიც ყველა სათამაშოს მოეთხოვება, ეს არის საეტიკეტო მონაცემები. პირველ რიგში უნდა შევამოწმოთ, აქვს თუ არა ინფორმაცია, ვინ აწარმოა, ვინ შემოიტანა, რა მოდელი არის, რა პარტიიდან არის და აქვს თუ არა გამორთქლებელი მითებები, ან შესაბამისი ასაკობრივი შეზღუდვაზე ხო არ არის მითითება. ამ მონაცემების შემოწმების შემდეგ გარკვეული, ესე ვთქვათ, ვიზუალური დათვალიერება შეიძლება გავაკეთოთ, თუ კი საღებავი მარტივად ძვრება ან ძაფრის უნის მქონე სათამაშო არის, საერთოდ არც უნდა ვიყოთ ესეთ სათამაშო და რაც შეეხება 3 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს ამართულებით ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში ზოგადად არის ესე მიდგომა, რომ სათამაშო გატყდა და რა მოხდა, მაგრამ როდესაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებზე საუბრობთ,
აქ უხარისხობა პირდაპირ საფრთხესთან იგივდება უკვე და როდესაც სათამაშო მყიფე არის შეიძლება მარტივად გატყდეს 3 წლამდე საკის ბავშვს არ უნდა უყიდოთ საერთოდ მსგავსი ტიპის სათამაშო. კი ბატონო, თითქოს ითვლება რომ ხის სათამაშო არის ყველაზე ესეთი უსაფრთხო და ჯანსაღი, მაგრამ თქვენ შემონათვალში იყო ხის სათამაშოებიც. ამ შემთხვევაში არაჯანსაღად რა აქცევს? ამ შემთხვევაში ხის სათამაშოები ჩვენ მიმართულებით ჩვენ რაც შევამოწმეთ, პატარა ნაწილების პრობლემა ქონდა ძირითადად, იმიტომ რომ 3 წლამდე საკის ბავშვების სათამაშოები იყო და მარტივად იმტრეოდა გამოეყოფოდა ნაწილები, რაც დახრჩობის საფრთხესთან იყო დაკავშირებული, თუმცა ზოგადად ხის სათამაშოების შემთხვევაშიც შეიძლება თუ კი საღებავით არ დაფარული, ან ესე ვთქვათ, დამცავი ფენებით არ დაფარული, ის დამცავი ფენაც იყოს ტოქსიკური თვითონ, რომელიც ლაქის ფორმით არის დატანილი სათამაშოზე. კი ბატონო, და ამ ჩამონათვალში რაც ყველაზე მეტად ყურში მოხვდა, ესეთი აქტუალური და ბავშვებს რომ ძალიან უყვართ, ეს არის ეგრეთ წოდებული ტყლარწი, ხომ, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგია, ხო, 85 შემოწმებული ტყლარწიდან 80 უარგესი აღმოჩნდა. კი ბატონო. ჩვენ როგორ მივხვდეთ, აი როგორ ავარჩიოთ ეს ტყლარწი, ხარისხს როგორ უნდა მივაგნოთ, რომელია კარგი, რომელიც ცუდი? კი ბატონო, ამ კითხვაზე პასუხის და რა შეიცავდა ესეც საინტერესო? კი ბატონო, გეტყვით აუცილებლად, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას პირდაპირ გამიჭირდება, როგორ ნავარჩიოთ კაი ტყლარწი, იმიტომ რომ სტატისტიკის მონაცემები, როგორც თქვენ თავად ახსენეთ, საკმაოდ საგანგაშოარი 85 შემოწმებულიდან 80 ნიმუში ჩაიჯრა ვერაკონფლიქტო მოთხოვნებს და ზოგადად შემოწმება საიდან დავიწყეთ ამ ტყლარწის, ეს შემოწმებები დაიწყო ესე ვთქვათ, ინფორმაციის გავრცელების მყისიერი სისტემა არსებობს ევროკავშირში, სადაც ქვეყნდება, როგორც ჩვენ ვაქვეყნებთ, ისე ევროკავშირის მასშტაბით გამოვლენილი საფრთხესშემცველი პროდუქტები და იქიდან მოყოლებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე დავიწყეთ ჩვენს შემოწმებები და ყოველწლიურად მუდმივად ამ პრობლემას ვაწყდებით. რაც შეეხება შეუსაბამობას, შეუსაბამობის მთავარი მიზეზი არის ბორი, მძიმე მეტალი არის ეგრეთ წოდებული, რომელიც ამ პროდუქტს თუნდაც წელოდობა რაც არის ამ უნარს და ფუნქციას ანიჭებს და წარმოებლები უფრო მეტად წელოდი რო გახადონ, უფრო მეტად მიზიდველი რო გახადონ, ხშირად აჭარბებენ ხოლმე იმ ლიმიტებს, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი და ეს იწვევს შემდგომში უკვე ბავშვის მოწამვლას, ინტოქსიკაციას და ხანგრძლივი ესე ვთქვათ, კონტაქტის შემთხვევაში შეიძლება რეპროდუქციული ჯანმრთელობის მოშლაც გამოიწვიოს. კი ბატონო, მონიტორინგის სამსახურზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ ვიცით რომ აქტიურად მიმუშაობს ხომ ამ მიმართულებით. თუმცა მაინც ფაქტია რომ ბაზარზე ხდება გარკვეული პროდუქცია. როგორ ხდება ეს პროცესი, როგორ? კი ბატონო, რაც შეეხება მონიტორინგის პროცესს და წესს, ან კონტროლი ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საბაჟო ტერიტორიაზე და ამ კონტროლის ღონისძიებების შედეგად საკმაოდ დიდი ნაწილი, ესე ვთქვათ, იბლოკება შეუსაბამო პროდუქტების, თუნდაც აი ტყლარწების წაგან რაც ვახსენეთ, ამ 85-დან 61 ნიმუში საბაჟოზე შევამოწმეთ, საიდანაც 60, რომელიც ჩაიჭრა, საერთოდ ვერ შემოვიდა საზღვარზე. ამის გარდა ვახორციელებთ თვითონ საზღვარგარეთ დათვალიერებასაც, მაგალითად დაახლოებით 198 დასახელების სათამაშო წარმოდგენილ დოკუმენტებთან მიმართებით შემოწმდა, რაც ნიშნავს იმას, რომ გაიხსნა დათვალიერება საზღვარზე და 197 აქედან სამწუხაროდ წარმოდგენილ დოკუმენტებთან შეუსაბამო იყო და ესეც გაბრუნდა საზღვრიდან და ამას გარდა ათასობით პროდუქტი არის, ათასობით სათამაშო არის, რომელსაც წარმოდგენილი დოკუმენტების შეუსაბამობის გამო უბრალოდ ვარი ეთქმის და ვერ შემოდის საზღვარზე, თუმცა კი ბატონო, შეკითხვა რას დასვით, ესეც სწორი შენიშვნა არის. აქ ერთი რეალობა არის და მართალი არის, რომ ვერც ერთ სახელმწიფოს, ვერც ერთ სახელმწიფო მაზედამხედრულ ორგანოს ვერ ექნება ინფორმაცია ყველა დახლზე, ყველა მაღაზიაში, ყველა პროდუქტზე და ყველა მომსახურებაზე საფრთხესთან დაკავშირებით და ეს ვთქვათ მონაცემებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ყველა მაღაზიაში და ყველა კუთხეში ვერ დააყენებს თავის ინსპექტორს, ამისთვის აუცილებელი არის თანამშრომლობა, ურთიერთთანამშრომლობა. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ მოხმარებლების საზოგადოება, ზოგადად და მშობლები, როდესაც საფრთხესმცველ პროდუქტს აღმოაჩენან, შეუსაბამო პროდუქტს აღმოაჩენან, რომელიც შეიძლება ეჭვს იწვევდეს, უნდა აცნონ შესაბამის უწყებას ამ შემთხვევაში ჩვენ და სწორედ აი ამ შეტყობინების მომენტიდან იწყება ზედამხედველობის ყველაზე ეფექტური პროცედურა, იმიტომ რომ ამ მექანიზმით ჩვენ ვახერხებთ და შეგვიძლია აღმოვფხვრათ როგორც სამმოვლოზიანი, ისე ის არსებული რისკი, რაც იმ მომენტში შეიძლება არსებობდეს. შვენიერი, ანუ უნდა მოგმართოთ თუ აღმოვაჩინეთ. და ჩვენ შემთხვევაში ეს საკმაოდ მარტივი არის, იმიტომ რომ საიძევე არის განთავსებული, ჩაშენებული ფუნქციონალი, სადაც შეიძლება რომ ეს განცხადება, შეტყობინება შეივსოს, ჩვენთან გადმოიგზავნოს და მერე ჩვენ შევძლოთ ამ შეტყობინებაზე რეაგირების მოხდენა. კი ბატონო, და დასასრულისკენ თუ არის რაღაც კონკრეტული ნაბიჯები, ასე ვთქვათ, გაწერილი, რომელიც მიგვიყვანს ევროპულ სტანდარტებამდე ბოლომდე და ეს მშობლების სიმშვიდეს, ასე ვთქვათ, გამოიწვევს ეს ყველაფერი. კი ბატონო, რაც შეეხება ევროპულ სტანდარტებს, სამიმართულებით რეალურად ჩვენ რასაც ვამოწმებთ, ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი სტანდარტები, ჩვენი პროცედურები
თლიანად ევროკავშირის დირექტივაზე და სტანდარტებზე არის დაფუძნებული. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვამბობთ იმას, რომ რაღაცა პროდუქტი რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამებობს, გულისხმობთ იმას, რომ იმ მოთხოვნებს და იმ სტანდარტს არ შეესაბამება, რაც ევროკავშირში იყო დადგენილი, იმიტომ რომ იგივე მოთხოვნები გვაქვს გადმოტანილი ჩვენ სამიმართულებით. და რაც შეეხება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო გავხადოთ ეს ყველაფერი და მშობლები მშვიდად იყონ, ამ მიმართულებით ჩვენი მექანიზმები ყოველწლიურად ძლიერდება და უფრო მეტად ინტენსიურს ვხდით. ამ მიმართულებით ყოველწლიურად ვხდით ლაბორატორიულად შემოწმებული პროდუქტების რაოდენობას. უფრო მეტად ინტენსიურს ვხდით მიზნობრივად, ესე ვთქვათ, რისკზე დაფუძნებულ კონკრეტულ მიმართულების შემოწმებებს. თუმცა ამასთან ერთად აუცილებელია აღნიშნოს, რომ ეს უსაფრთხოების ერთიანი ჯაჭვი არის. ერთის მხრივ სახელმწიფო კონტროლი, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოების და მშობლების აქტიური ჩართულობა, რადგან მხოლოდ ამ ურთიერთთანამშრომლობით შევძლებთ, რომ ბაზრიდან, ესე ვთქვათ, ამოვიღოთ და ბაზარი გახადოთ ისეთ, სადაც საფრთხე-შემცველი პროდუქტი და საფრთხე-შემცველი სათამაშო აღარ იქნება განთავსებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს მე კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ რუბრიკის ფარგლებში ჩვენ სათამაშოების უსაფრთხოებაზე ვსაუბრობდით, ასე რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რაც გავიგეთ, არის ის, თუ ჩვენს ნებისმიერ მაღაზიაში შევამჩნევთ, რომ გარკვეული პროდუქცია ხარისხს არ შეესაბამება, მაშინ უნდა მივმართოთ ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს. ჩვენი სტუმარი კი იყო ბატონ ნიკო ფილფანი, სწორედ ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მადლობა და გემშვიდობებით.